ერთ დღეს წარმოიდგინე, რომ სახლიდან გამოხვედი და ნაცვლად უბრალოდ ცისფერი ცისა, ცაზე უზარმაზარი ნათელი ზოლი დაინახე. ჰორიზონტის ერთი ბოლოდან მეორემდე ის აშკარად ჩანს როგორც დილით, ისე ღამით. მართლა იფიქრებ, რომ ეს თითქოს სცენაა სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან. მაგრამ შენ რო არ იცოდე, არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ადრე სწორედ ასე გამოიყურებოდა. დიდი ხნის განმავლობაში სატურნი ცნობილია როგორც პლანეტა ულამაზესი რგოლებით. თუმცა მკვლევართა ახალი კვლევების მიხედვით შესაძლებელია, რომ მილიონობით წლის წინ ჩვენს პლანეტასაც ჰქონოდა საკუთარი რგოლი. ეს მხოლოდ უბრალო ვარაუდი არ არის. ძველი შეჯახების კრატერების შესწავლისას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშია დარჩენილი, ზოგმა მეცნიერმა უცნაური ნიმუში შენიშნა. და ეს არის კრატერების განლაგება, რომელიც თითქოს მიუთითებს, რომ ოდესღაც დედამიწის გარშემო დიდი რაოდენობით მასალა ბრუნავდა. თუ ეს ინტერპრეტაცია სწორია, შესაძლებელია, რომ უზარმაზარი შეჯახების შემდეგ კოსმოსში რგოლი წარმოიქმნა. შესაძლოა ასტეროიდი ან სხვა დიდი ციური ობიექტი ძალიან მიუახლოვდა დედამიწას და ჩვენი პლანეტის ძლიერი გრავიტაციის გამო დაიშალა. და მისი ნამსხვრევები მაშინვე არ ჩამოვარდნილა მიწაზე. ამის ნაცვლად ისინი დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ და ნელ-ნელა წარმოქმნეს უზარმაზარი რგოლის სისტემა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით ასეთი სისტემა შეიძლება 10 მილიონ წელზე მეტხანს გარძელებულიყო, სანამ საბოლოოდ გაქრებოდა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცისიერი სრულიად განსხვავებული იყო იმასთან შედარებით, რასაც დღეს ვხედავთ. ამის მიუხედავად, თუ მართლა ქონდა დედამიწას რგოლი ადრე, როგორი იქნებოდა მისი იერი? ამას ახლა დავიგებთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ახლა დავიწყოთ. პირველ რიგში, თუ დედამიწას ოდესმე მართლაც ჰქონდა რგოლი, ის სატურნის რგოლს არ დაემსგავსებოდა. სატურნის რგოლები ძირითადად ყინულისგან შედგება, ამიტომაც ისინი ძალიან კაშკაშად გამოიყურებიან. დედამიწის შემთხვევაში უფრო სავარაუდოა, რომ რგოლი შედგებოდა ქვებისა და მტვრისგან, რომლებშიც სილიკატური მინერალების მაღალი შემცველობა იქნებოდა. რადგან ეს ქვები სინათლეს ნაკლებად ირეკლავენ, რგოლების ფერი უფრო მკრთალი იქნებოდა. ნათელი თეთრის ნაცვლად ის უფრო ნაცრისფერ ფართო ზოლს დაემსგავსებოდა. ან ოდნავ მოწითალო ხაზს, რომელიც ცაზეა გადაჭიმული. და რაც დაინახავ, დამოკიდებულია იმაზე, სად იმყოფები პლანეტაზე. თუ ეკვატორთან ახლოს ცხოვრობ, ეს ხაზი შეიძლება უბრალოდ თხელი ზოლის სახით გამოჩნდეს, რომელიც მთელ ცას კვეთს. მაგრამ რაც უფრო შორს ხარ ეკვატორიდან, მით უფრო ფართო ნაწილს ხედავ. ზოგიერთ ადგილას ეს შეიძლება ძალიან დიდ თაღად მოგეჩვენოს, რომელიც ცის დიდ ნაწილს ფარავს. შუა განედებზე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედი მთელ ცაზე. რადგან აქ შეგიძლია დაინახოთ ცაზე მუდმივი სტრუქტურა, რომელიც არ ქრება და თაობების განმავლობაში ყოველდღე ჩანს. როცა ღამე დგება, სცენა კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება. ფერი და პატარა ქვები რგოლის შიგნით შეიძლება ასახავდეს და ავრცელებდეს სინათლეს დედამიწის იმ ნაწილიდან, რომელიც მზითაა განათებული. ამიტომაც სუსტი სინათლე იქნება იმ ადგილებშიც კი, სადაც სინამდვილეში ბნელია. სხვა სიტყვებით რო ვთქვა, ღამე შეიძლება აღარ იყოს ისეთი შავი, როგორცაც ეხლა ვართ მიჩვეული. მილიონობით წლის განმავლობაში შეიძლება უძველესი არსებები ცხოვრობდნენ ცის ქვეშ, სადაც ზემოთ უზარმაზარი ბეჭედი ეკიდა. ეს ხედი ჩვენთვის თითქოს წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ შეიძლება ჩვენი პლანეტის ნამდვილი ისტორიის ნაწილი ყოფილიყო. ასეა თუ ისე. რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი თეორია საკმარისი არ არის სამეცნიერო საზოგადოების დასარწმუნებლად, მტკიცებულებაა საჭირო. და აქ ხდება ამბავი კიდევ უფრო საინტერესო. როდესაც გეოლოგები სწავლობენ ქანებს, რომლებიც ორდოვიციული პერიოდის დროს წარმოიქმნა, ეს არის დედამიწის ისტორიის უძველესი ეპოქა, რომელიც დაახლოებით 466 მილიონი წლის წინ მოხდა, მათ რაღაცა უჩვეულო შენიშნეს. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მკვეთრად გაიზარდა იმ მასალების რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ მეტეორიტებთან ასოცირდება. ისე ჩანს, თითქოს კონკრეტულ პერიოდში უფრო მეტი რამ კოსმოსიდან მოხდა ჩვენს პლანეტაზე. ბევრი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე გავრცელებული ახსნა იყო ის, რომ ასტეროიდების სარტყელში, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორისაა, დიდი ასტეროიდი დაიშალა. ამიტომ მოხდა შეჯახება, გავრცელდა უამრავი ნამსხვრევი და ამ ნამსხვრევებიდან ზოგი დედამიწას დაეცა. ახსნა თითქოს მარტივი. მაგრამ როცა მკვლევარებმა უფრო დეტალურად შეისწავლეს უძველესი დარტყმის კრატერების მდებარეობა, გაჩნდა ერთი გამოცანა. 2024 წელს ავსტრალიელმა მკვლევართა ჯგუფმა თანამედროვე კომპიუტერული მოდელები გამოიყენა, რათა გაერკვია კონტინენტების ყოფილი მდებარეობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწა მაშინ სხვანაირად გამოიყურებოდა. კონტინენტები მილიონობით წლის განმავლობაში მუდმივად მოძრაობენ ფირფიტების ტექტონიკის გამო.
და როდესაც მეცნიერებმა კონტინენტების მდებარეობა დედამიწის უძველესი რუკის მიხედვით დაალაგეს, მოულოდნელი შედეგი მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ისინი შემთხვევითად ყოფილიყვნენ განაწილებული მთელ პლანეტაზე, ამ დარტყმითი კრატერების უმეტესობა, როგორც ჩანს, თავმოყრილი იყო ვიწრო ზონაში, უძველესი ეკვატორის მახლობლად. და სწორედ აქ დაიწყეს მეცნიერებმა კითხვების დასმა. თუ ეს ქვები მართლაც შემთხვევითი ასტეროიდის დაშლის შედეგად გაჩნდა კოსმოსში, რატომ ჩანს, რომ დედამიწაზე მხოლოდ კონკრეტული რეგიონი დაზიანდა უფრო მეტად? ნორმალურ სიტუაციაში მოსალოდნელია, რომ ნამსხვრევები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში დაეცემა, ყოველგვარი მკაფიო ნიმუშის გარეშე. ასე ხდება უფრო თანამედროვე შეჯახების მოვლენებში, მაგრამ ორდოვიციული პერიოდის კრატერებში სხვა რამ შეინიშნებოდა. თითქოს არსებობდა მექანიზმი, რომელიც ამ მასალებს დედამიწის კონკრეტულ ზონაში აგზავნიდა. და აქ დაიბადა იდეა უძველესი დედამიწის რგოლების შესახებ. ზოგიერთი მკვლევარის ჰიპოთეზის მიხედვით შესაძლებელია, რომ ჩვენს პლანეტას გარშემო დიდი რაოდენობით ქვა და ნამსხვრევები უტრიალებდა. როდესაც ეს მასალები ნელ-ნელა ვარდებოდა ორბიტიდან, უფრო დიდი იყო ალბათობა, რომ ისინი ეკვატორთან ახლოს მდებარე ადგილებში მოხვედრილიყვნენ. სინამდვილეში ეს ჯერ კიდევ დადასტურებულ ფაქტად არ ითვლება. მრავალი მეცნიერი კვლავაც ამბობს, რომ ამ კონცეფციის საბოლოოდ მისაღებად კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო, მაგრამ მთავარი ეს არის. პირველად ჩნდება ახსნა, თუ რატომ წარმოიქმნა უჩვეულო ჯგუფი დარტყმის კრატერებისა თითქმის 9 მილიარდი წლის წინ. და თუ ეს ინტერპრეტაცია მართალია, შეიძლება კრატერები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, მხოლოდ ასტეროიდების კვალი არ იყოს. შეიძლება ისინი ასევე იყოს ნარჩენი კვალი რაღაცის, რაც დიდი ხანია ჩვენს საში აღარ არსებობს. ძალიან დიდი რგოლი, რომელიც ოდესღაც დედამიწის გარშემო ბრუნავდა და ნელ-ნელა შეცვალა ჩვენი პლანეტის სახე. მაგრამ ასტეროიდის დაშლის თეორიას ერთი დიდი პრობლემა აქვს. თუ მართლა არსებობდა უზარმაზარი ასტეროიდი, რომელიც ასტეროიდების სარტყელში დაიშალა და მილიონობით ნამსხვრევი მთელ მზის სისტემაში გაავრცელა, მაშინ მხოლოდ დედამიწაზე არ უნდა იყოს მისი კვალი. ჩვენ ასევე უნდა ვხედავდეთ მის ეფექტს მარსზე და მთვარეზეც კი. სინამდვილეში მარსი ასტეროიდების სარტყელთან დედამიწაზე უფრო ახლოსაა. თუ ოდესღაც ასტეროიდების ფრაგმენტების მასშტაბური წვიმა იყო, უფრო მაღალია ალბათობა, რომ წითელ პლანეტას კიდევ უფრო მეტი დარტყმა მიეღო. მთვარე კი ბუნებრივი არქივივითაა კოსმოსური შეჯახებებისათვის, რადგან მას თითქმის არ აქვს ატმოსფერო და კრატერები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩება იქ. ამიტომ მეცნიერებმა დაიწყეს კითხვა, მართლაც მოხდა თუ არა უჩვეულო ასტეროიდული მოვლენა უძველეს დროში და სად არის მსგავსი მტკიცებულებები მარსსა და მთვარეზე. 2020-იანი წლების დასაწყისში მკვლევარებმა გააანალიზეს დედამიწის, მარსისა და მთვარის ორი დუჟინი დიდი კრატერი, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ერთნაირი ზრდა შეჯახების მოვლენებში ბოლო 600 მილიონი წლის განმავლობაში. შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე დაახლოებით 466 მილიონი წლის წინ შეჯახების ჩანაწერების უჩვეულო ზრდა შეინიშნებოდა, მარსსა და მთვარეზე ასეთი მკაფიო ნიმუში არ დაფიქსირდა. ამიტომ მეცნიერების აზრი გაიგო. ზოგიერთი ამბობს, რომ დედამიწაზე კრატერების დაჯგუფება შესაძლოა უბრალოდ დამთხვევა იყოს. შესაძლოა გარკვეულ რეგიონებში დარტყმის ადგილები უკეთ იყოს შენარჩუნებული. ამიტომაც დღეს უფრო მეტ მტკიცებულებას ვხედავთ. სხვა სხვებით რო ვთქვათ, შეიძლება სინამდვილეში იქ უფრო მეტი ასტეროიდი არ ჩამოარნილა, უბრალოდ უფრო მეტი კრატერი გადარჩა დროის განმავლობაში. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უფრო უცნაური ახსნა. და მოხდება თუ იმ ქვების წყარო, შორეული ასტეროიდის დაშლა არ იყო მარსსა და იუპიტერს შორის. რა მოხდება თუ ეს მოვლენა თავად დედამიწასთან ახლოს მოხდა? აქ შემოდის დედამიწის რგოლების კონცეფცია. ზოგიერთი მკვლევარის ჰიპოთეზის მიხედვით შეიძლება ერთმა უზარმაზარმა ასტეროიდმა ძალიან ახლოს ჩაუარა ჩვენს პლანეტას. ის პირდაპირ არ შეჯახებია. ამის ნაცვლად ის შევიდა ძალიან სახიფათო დისტანციაზე, სადაც ამბობენ, რომ დედამიწის გრავიტაცია დაიწყო დომინირება. როდესაც დიდი ობიექტი ძალიან ახლოსაა პლანეტასთან, მასზე მოქმედი მიზიდულობის ძალა არათანაბარია. დედამიწა უფრო ძლიერად იზიდავს იმ ნაწილს, რომელიც მასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იმ ნაწილს, რომელიც უფრო შორსაა. ამას ეწოდება მოქცევის ძალა. ეს იგივე პრინციპია, რის გამოც ჩვენს ოკეანეებში მაღალი და დაბალი მოქცევები ხდება მთვარის გავლენით. ჩვეულებრივ ასტეროიდის საკუთარი მიზიდულობა საკმარისია იმისთვის, რომ ის მთლიანად დარჩეს. მაგრამ როდესაც ის ძალიან ახლოს მიდის პლანეტასთან, მოქცევის ძალა შეიძლება გაძლიერდეს და ასტეროიდი ნელ-ნელა დაიშალოს. მეცნიერები ამ მოვლენას როშის ზღვარს უწოდებენ. ეს არის ზღვარი, სადაც პლანეტის მიზიდულობა იწყებს ჭარბობას. ეს განსაზღვრავს, რამდენად შეუძლია ობიექტს მთლიანად დარჩენა. როდესაც ეს ზღვარი გადალახულია, ასტეროიდი შეიძლება დაიშალოს და ათასობით ნაწილად იქცეს. და აქ იწყება ამბის უფრო უცნაური ნაწილი.
იმის ნაცვლად, რომ ფრაგმენტები მაშინვე სხვადასხვა მიმართულებით გაფრენილიყვნენ მზის სისტემაში, შესაძლებელია, რომ მათი დიდი ნაწილი დედამიწის გარშემო დარჩა. თავდაპირველად მათი მოძრაობა არეულ-დარეული იყო, ზოგი ნაწილი პლანეტას უახლოვდებოდა, ზოგი კი შორდებოდა. ზოგი ორბიტაც აგრძელებული და არარეგულარული იყო. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ეს ნამსხევები ერთმანეთს მუდმივად ეჯახებოდნენ. ეყოველი შეჯახებისას მათი ორბიტების ხაოსი ნელ-ნელა მცირდებოდა. ისინი ნელ-ნელა უფრო სტაბილურ მოძრაობაში გადადიოდნენ. სანამ დედამიწის გარშემო ფართო და მრგვალ დისკოს აშექმიდნენ. და რატო ჩამოყალიბდა ეს ეკვატორის გარშემო? იმიტომ რომ ჩვენი პლანეტა სრულყოფილი წრე არ არის. დედამიწა ოდნავ უფრო განიერია შუა ნაწილში ვიდრე პოლუსებთან. ამიტომ პლანეტის გრავიტაციას მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბრუნვად ნამსხვრევებზე. მილიონობით წლის განმავლობაში ეს პროცესი ნელ-ნელა ასწორებს ფრაგმენტების მიმართულებას, სანამ თითქმის ყველა ერთსა და იმავე ორბიტალურ სიფრთხეში არ განლაგდება. შედეგი ქვისა და მტვრის უზარმაზარი რგოლი, რომელიც ალიკაბონს ერტმის გარს. თუ ეს თეორია სწორია, შეიძლება ის ზემოქმედების კრატერები, რომლებსაც მეცნიერები დღეს სწავლობენ, უბრალოდ შემთხვევითი ასტეროიდების დარტყმების კვალი არ იყოს. შესაძლოა ისინი უძველესი რგოლის სისტემის უკანასკნელი ნაშთებია, რომელმაც ოდესღაც დედამიწას სატურნის მსგავსად გამოიყურებოდა. და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, დედამიწა არ არის ერთადერთი პლანეტა, რომელსაც შესაძლოა რგოლი ქონოდა. არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ მარსმაც შეიძლება გაიარა ასეთი ეტაპი. ზოგიერთი პლანეტარული მეცნიერის თქმით, მარსის პატარა მთვარე, რომელსაც ფობოსი ჰქვია, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა უახლოვდება პლანეტას. ფობოსი სამუდამოდ არ დარჩება თავის ამჟამინდელ ორბიტაზე. შორეულ მომავალში შესაძლებელია, რომ ის მარსთან ძალიან ახლო დისტანციაზე მივიდეს. როცა ეს მოხდება, პლანეტის გრავიტაცია შეიძლება ფობოსის სტრუქტურაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს და ის ნელ-ნელა დაიშალოს. მარს შეიძლება აღარ ყავდეს მთვარე, არამედ მის გარშემო გაჩნდეს ფართო რგოლი, რომელიც ქვისა და მტვრისგან იქნება. არსებობს მოდელები, რომლებიც აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც რგოლი ჩამოყალიბდება, მისი მასალის დიდი ნაწილი შეიძლება ისევ მარსის ზედაპირზე დაეცეს. დანარჩენი ნაწილი კი შეიძლება კვლავ შეერთდეს და ახალი მთვარეები შექმნეს. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ ეს პროცესი მარსის ისტორიაში რამდენჯერმე განმეორდა. და თუ ეს შესაძლებელია წითელ პლანეტაზე, ბუნებრივია ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. მოხდა კი ეს დედამიწაზეც. ამჟამად ჩვენი მთვარის წარმოშობის ყველაზე ფართოდ მიღებული ახსნა გიგანტური შეჯახების ჰიპოთეზა. ამ ჰიპოთეზის მიხედვით დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ ახალგაზრდა დედამიწას შეეჯახა დიდი პროტოპლანეტა, რომელსაც მეცნიერები ხშირად თეიას უწოდებენ. ის შეჯახება ძალიან ძლიერი იყო. უამრავი ქვა და ნამსხვრევი დედამიწის ორბიტაზე გაისროლა. დიდი ხნის განმავლობაში ეს მასალები ორბიტაზე ტრიალებდა. ჩვენს პლანეტაზე, სანამ ისინი ერთად შეიკრებრიბებოდნენ და შექმნიდნენ იმ მთვარეს, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე პლანეტარული მეცნიერების მიხედვით, დედამიწის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ის მართლაც გარშემორტმული იყო უზარმაზარი ორბიტული ნამსხვრევებით. და თუ ეს უკვე მოხდა ადრე, შეუძლებელი არ არის, რომ ამ პროცესის კიდევ ერთი უფრო მცირე ვერსია განმეორდა ასობით მილიონი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მთვარე შეიქმნა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი დედამიწის რგოლების იდეა. ეს მხოლოდ შეჯახების კრატერებს არ ხსნის. ასევე შესაძლებელია, რომ ეს დაკავშირებული იყოს პლანეტის კლიმატთან. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ თუ ასეთი რგოლი საკმარისად ცხელია, ის შეიძლება ნაწილობრივ ბლოკავდეს მზის სხივებს, რომლებიც დედამიწამდე აღწევს. ეს არ ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო ბნელში იქნება. თუმცა მზის ენერგიის რაოდენობის თუნდაც მცირე ცვლილებას, რომელიც პლანეტას აღწევს, შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს, როცა საქმე მილიონობით წლის კლიმატურ მოვლენებს ეხება. არსებობს კვლევები, რომლებიც იკვლევენ ამ პერიოდის კავშირს ორდოვიციული პერიოდის ბოლოს მომხდარ ძლიერ გლობალურ გაციებასთან. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ჯერ კიდევ დადასტურებულ ფაქტად არ ითვლება. მეცნიერულ საზოგადოებაში კვლავ გრძელდება დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი იყო შესაძლო რგოლების როლი სხვა ფაქტორებთან, როგორიცაა ატმოსფერული ცვლილებები და ბუნებრივი კლიმატური პროცესები, შედარებით. და თუ დედამიწას მართლაც ჰქონდა რგოლი ადრე, რატო აღარ აქვს ეხლა? პასუხი მარტივია. კოსმოსში არც ერთი რგოლი არ არის მუდმივი. თუნდაც სატურნის ცნობილი რგოლები არ დარჩებიან სამუდამოდ. დედამიწის შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო სწრაფად გაქრებოდნენ. როდესაც ქვები და მტვერი ბრუნავენ პლანეტის გარშემო, ისინი ნელ-ნელა კარგავენ ენერგიას სხვადასხვა გრავიტაციული ეფექტების გამო. ზოგიერთი მათგანი ორბიტაზე დაბლა ეშვება, სხვებზე კი გავლენას ახდენს ატმოსფეროს ყველაზე თხელი ფენა. მილიონობით წლის განმავლობაში ეს მასალები ნელ-ნელა ბრუნდება პლანეტაზე. უმეტესობა ცვრილ მტვრად იქცევა.
მაგრამ ზოგჯერ ორბიტიდან უფრო დიდი ნამსხვრევები ბრუნდება. წარმოიდგინე სცენა თითქოს იმ დროს იქ ხარ. ამით შენ დაინახავ ნათელ ხაზს, რომელიც ცას გარს აკრავს. შემდეგ მოულოდნელად ცაზე ცეცხლოვანი ბურთი გადაივლის და კიდევ ერთი. ასე გაგრძელდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. უძველესი არსებებისთვის, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობდნენ, შეიძლება ეგონათ, რომ თვითონ ცა ნელ-ნელა ეცემოდა. და კრატერები, რომლებიც მეცნიერებმა დღეს აღმოაჩინეს, შეიძლება მხოლოდ რამდენიმე იყოს იმ გამორჩეული თავის ნარჩენი კვალი ჩვენი პლანეტის ისტორიაში. ეს იყო დრო, როდესაც დედამიწას მხოლოდ მთვარე კი არ ჰყავდა, არამედ შესაძლოა საკუთარი რგოლიც ჰქონოდა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩანდა. მაგრამ თუნდაც დედამიწის გარშემო უზარმაზარი რგოლი წარმოქმნილიყო, ეს არ ნიშნავს, რომ ის სამუდამოდ დარჩებოდა. სინამდვილეში მისი არსებობის პირველივე დღიდან მას ნელ-ნელა ანგრევდნენ ძალები, რომლებიც მთელ მზის სისტემაში მოქმედებენ. მისი ერთ-ერთი მთავარი მტერი მზეა. ჩვენი ვარსკვლავ ის ასევე მუდმივად გამოყოფს დამუხტულ ნაწილაკებს, რომლებიც კოსმოსში მზის ქარის ნაწილად მოძრაობენ. როდესაც ეს ნაწილაკები რგოლის მტვერსა და პატარა ქვებს ეჯახებიან, მათ ელექტრულ მუხტში ცვლილებები ხდება. ამ მასალების ნაწილი შეიძლება დედამიწის მაგნიტურმა ველმა გავლენის ქვეშ მოაქციოს და ნელ-ნელა გადახვიოს მათი თავდაპირველი ორბიტიდან. თუ უძველესი დედამიწის ზედაპირიდან დავაკვირდებით, ეს შეიძლება იწვევდა სუსტი ნათებების გაჩენას ატმოსფეროს მაღალ ფენებში. ის არ იქნებოდა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს პოლუსებთან დანახული ავრორა. მაგრამ შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო, რომ ღამით უჩვეულო ნათება გამოეწვია და ყოველი პატარა ნაწილაკის დაკარგვასთან ერთად რგოლი ნელ-ნელა ილევა. მაგრამ აქ მხოლოდ მზე არ თამაშობს როლს, არამედ მთვარეც. ყოველ ჯერზე, როცა ის დედამიწის გარშემო ბრუნავს, მცირე, მაგრამ მუდმივი გავლენა აქვს ორბიტაზე მყოფ ნამსხვრევებზე. მილიონობით წლის განმავლობაში მთვარის გრავიტაციის განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება შეცვალოს რგოლში არსებული მასალების მოძრაობა. ზოგიერთი ნაწილაკი შეიძლება დედამიწიდან შორს გაისროლოს, ზოგი კი პირიქით მისკენ მიიზიდოს. ამიტომ რგოლის სისტემა არ რჩება სრულყოფილი და იდეალური ფორმით. ის ნელ-ნელა იხვრიტება, თხელდება და საბოლოოდ იშლება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ თუ ორდოვიციულ პერიოდში დედამიწას მართლაც ჰქონდა რგოლი, ის ალბათ მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წლის განმავლობაში იარსებებდა. ამის შემდეგ ის ნელ-ნელა გაქრა. ეხლა კი მოდი უფრო საინტერესო კითხვაზე ვიფიქროთ. რა მოხდებოდა თუ დედამიწას დღევანდელ დროში ისევ ექნებოდა რგოლი? პირველი შეხედვით ეს ძალიან ლამაზად გამოიყურება. მუდმივი დეკორაცია ჩვენს ცაში. ხედი, რომელიც აუცილებლად გახდებოდა ჩვენი პლანეტის სიმბოლო. მაგრამ რეალურად ეს შეიძლება ბევრ პრობლემას გამოიწვევდეს. ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიების თითქმის ყველა სფერო სატელიტებზეა დამოკიდებული. GPS, ინტერნეტი, ამინდის პროგნოზი, ტელეკომუნიკაციები, ნავიგაციის სისტემები ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტისთვის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოწყობილობებზე, რომლებიც კოსმოსში ბრუნავენ. ეხლა წარმოიდგინე მილიონობით პირამიდა, ქვისა და მტვრის ნამსხვრევები, რომლებიც მუდმივად ბრუნავენ დედამიწასა და იმ სატელიტებს შორის. თუნდაც ერთი პატარა ნაწილაკი, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს, შეუძლია დააზიანოს ორბიტაზე მყოფი მნიშვნელოვანი მოწყობილობა. ახალი სატელიტის გაშვება გახდება უფრო რთული, უფრო ძვირი, უფრო საშიში და უფრო მეტი მისია შეიძლება ჩავარდეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, თანამედროვე სამყარო, რომელსაც მივეჩვიეთ, ბევრად უფრო რთული სამართავი გახდება. მაგრამ მხოლოდ ტექნოლოგია არ დაზარალდება. შესაძლოა კლიმატიც შეიცვალოს. ზოგიერთი თეორიული მოდელის მიხედვით, სქელი რგოლი შეიძლება დედამიწის ზოგიერთ რეგიონში მზის შუქის მცირე ნაწილს გადაეღობოს. ეს თითქოს უმნიშვნელო რამეა, მაგრამ კლიმატის მეცნიერებაში თუნდაც საშუალო ტემპერატურის 1 ან 2 გრადუსით ცვლილებასაც კი შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ამინდის ნიმუშებზე, ეკოსისტემებსა და სოფლის მეურნეობაზე, ზოგ ადგილებში შეიძლება ცივი ამინდის პერიოდი გაიზარდოს. შეიძლება შეიცვალოს ნალექის განაწილებაც და შეიძლება იმ ორგანიზმებზეც იმოქმედოს, რომლებიც რეგულარულ მზის სინათლეზე არიან დამოკიდებული. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე კლიმატი კი არაა, არამედ ის საგნები, რომლებიც რგოლიდან ვარდება. ნარჩენების უმეტესობა ატმოსფეროში ჩვეულებრივი მეტეორივით დაიწვება. დედამიწიდან ეს თითქმის ყოველღამე ულამაზეს ფეიერვერკს დაემსგავსება. თუმცა ყველა ფრაგმენტი პატარა არ არის. ხანდახან უფრო დიდი ნამსხვრევებით შეიძლება გადაურჩეს ატმოსფეროს შესვლას. და როცა ეს ხდება, ეს უკვე უბრალოდ ვარსკვლავის დაცემა აღარ არის, ეს ხდება შეჯახების მოვლენა. ქვა, რომლის ზომაც მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრია, შეიძლება ქალაქში სერიოზული ნგრევა გამოიწვიოს. და თუ უფრო დიდი ობიექტი ჩამოვარდება, მისი ეფექტი მთელ მსოფლიოში შეიძლება იქცნოს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა საკუთარი რგოლით წარმოსახვაში ძალიან ლამაზად გამოიყურება,
მეცნიერება ასევე აჩვენებს, რომ ამას საფრთხეებიც ახლავს. შეიძლება ეს არის მიზეზი, რატომაც ასე მნიშვნელოვანია უძველესი კრატერები და გეოლოგიური მინიშნებები, რომელსაც კვლევარები დღეს სწავლობენ. ისინი მხოლოდ იმას არ ცდილობენ დაადგინონ მართლაც ჰქონდა თუ არა დედამიწას რგოლი. ისინი ასევე ცდილობენ გაიგონ, როგორ შეიძლება შეცვლილიყო კლიმატი. სადა თვითონ სიცოცხლის ისტორია ჩვენს პლანეტაზე მოვლენით, რომელიც ასობით მილიონი წლის წინ მოხდა. არსებობს სიცოცხლის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ალბათ სრულიად განსხვავებული იქნებოდა დედამიწას, რომ დღემდე რგოლი ქონოდა. და ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ სწავლობთ კოსმოსს. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ თანამგზავრები, კოსმოსური ტელესკოპები და რობოტული ზონდები მზის სისტემის სხვადასხვა ნაწილში, რადგან ჩვენი პლანეტის გარშემო სივრცე საკმაოდ სუფთაა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ დედამიწასა და უფრო მაღალ ორბიტას შორის უზარმაზარი ქვისა და მტვრის რგოლი ბრუნავს. ყოველი რაკეტის გაშვება უფრო რთული გახდება, მეტი საფრთხე, მეტი დაბრკოლება. კოსმოსური ხომალდის დედამიწიდან გაშვებაც კი საჭიროებს ზუსტ დროის შერჩევას, რათა თავიდან ავიცილოთ ნამსხვრევებთან შეჯახება. ასევე შესაძლებელია, რომ კოსმოსში კომუნიკაციის ზოგიერთი ფორმაც შეფერხდეს. როდესაც ორბიტაზე ძალიან ბევრი ნაწილაკია, შეიძლება შეიქმნას ჩარევა იმ სიგნალებში, რომლებსაც კოსმოსური მოწყობილობები აგზავნიან და იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზუსტი ეფექტის განსაზღვრა რეალური რგოლის სისტემის გარეშე, აშკარაა, რომ ოპერაციები უფრო რთული იქნება ვიდრე ახლა. ასევე მიწიდან ასტრონომიაზეც შეიძლება გავლენა იქონიოს. ამჟამად ტელესკოპები ხედავენ ძალიან სუსტ სინათლეს, შორეული გალაქტიკებიდან, ნისლეულებიდან და სხვა კოსმოსური ობიექტებიდან. მაგრამ თუ ცაზე მუდმივი რგოლი იქნება, რომელიც ირეკლავს და ავრცელებს სინათლეს, ღამის ფონით შეიძლება უფრო ნათელი გახდეს. და როცა ცა უფრო ნათელია, გაცილებით რთულია ძალიან შორეული და სუსტად ხილული ობიექტების დანახვა. მეორე მხრივ, ღამის ხედი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. მეორე მხრივ, შესაძლოა უფრო ნელა აღმოგვეჩინა ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოების სამყაროსი. შესაძლოა მეცნიერების ისტორიის მიმდინარეობაც სხვანაირი ყოფილიყო. შესაძლოა უფრო მეტი დრო დაგჭირვებოდა, რომ გაგვეგოს სამყაროს ნამდვილი მასშტაბი. შესაძლოა უფრო გაგჭირვებოდა ვარსკვლავების, გალაქტიკების და სხვა პლანეტების შესწავლა. და აქ კითხვა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. მართლა სამუდამოდ გაქრა იმის შესაძლებლობა, რომ დედამიწას კვლავ რგოლი გაუჩნდეს. არც ერთ მეცნიერს არ შეუძლია ამას სრული სიზუსტით უპასუხოს. თუმცა ზოგიერთი პლანეტარული მკვლევარის თქმით, რგოლოვანი სისტემები არ არის იშვიათი მოვლენა სამყაროში. სწორი პირობების შემთხვევაში ისინი შეიძლება წარმოიქმნას შეჯახებების, მთვარეების განადგურების ან ასტეროიდების პლანეტასთან ძალიან მიახლოების შედეგად. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა რგოლს ვერ ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში მისი წარმოქმნა შეუძლებელია. და თქვა უნდა, თუ ეს მოხდება, ჩვენ ამას ვეღარ ვიხილავთ, ვერც მომდევნო მრავალი თაობა შეძლებს ამის ნახვას. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილი მეცნიერების. თუნდაც ჩვენ პირდაპირ არ გვინახავს წარსული, შეგვიძლია შევადგინოთ ისტორია იმ კვალის მიხედვით, რაც დარჩა ქვაში, მიწაში და კოსმოსში. ზოგიერთი უძველესი კრატერის უჩვეულო ქიმიური ნიშნების და თანამედროვე კომპიუტერული მიმოდელების მეშვეობით მეცნიერები აწყობენ სამყაროს სურათს, რომელიც დიდი ხანია გაქრა. დედამიწა, რომელსაც შეიძლება უცნაური ცა ქონდა, დედამიწა, რომელსაც შესაძლოა თავისი უნიკალური ბგერა ქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ჯერ სულად ამტკიცებული არ არის, ის აჩვენებს რამდენი რამ არ ვიცით ჩვენი პლანეტის ისტორიას. რადგან თუ ეს ახალი კვლევების სწორია, შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში ადამიანები რომ არ არსებობდნენ, იმ არსებებს, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ, ზემოთ აეხედათ ხედისთვის, რომელსაც ჩვენ ვეღარასდროს ვიხილავთ. ეს იყო უზარმაზარი რგოლი, რომელიც დედამიწას ერტყა და ნელ-ნელა გაქრა, სანამ უბრალოდ იმ საიდუმლოთა ნაწილად არ იქცა, რომელთა ამოხსნასაც თანამედროვე მეცნიერება დღეს ცდილობს.